უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ნუმეროლოგია საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ჩვენი პიროვნების და ბედისწერის გასაანალიზებლად და თუ კი რიცხვები ჩვენს ხასიათს განსაზღვრავენ, მაშინ რატომ არ შეიძლება მათ გავლენა ჰქონდეთ ჩვენ სიყვარულზე და სასიყვარულო თავგადასავალზე და სწორედ ამას შეეხება ჩვენი კომუნიკაცია ახლა. შესაბამისად დღეს გავარკვევთ რა კავშირშია ნუმეროლოგია ურთიერთობებთან, ვინ არის ყველაზე მოსიყვარულე, ვინ ვერძლებს ერთგულებაში, ვინ ქმნის მყარ ოჯახს და ვინ არის ყველაზე ვნებიანი და სხვა მრავალი. მოკლედ ერთად უღრმავდებით რიცხვების საიდუმლო ენას. ამაში კი გვეხმარება ნინა სუსლოვა, ნუმეროლოგი. ნინა, დილამშვიდობისა. მოკლედ მადლობა იმისთვის, რომ ყოველ დილით ასტროლოგიურ პროგნოზს თავაზობ ხოლმე და რაღაც პოზიტივებით აგვავსებ. ახლა უკვე უნდა ჩაუღრმავდეთ მართლაც იმ ციფრებს და რიცხვებს, რომლებიც ძალიან ბევრს გვეუბნებიან ჩვენს ცხოვრებაზე და მათ შორის სასიყვარულო თავგადასავლებზე. რა როლს თამაშობს ჯერ პირველ რიგში ამ კითხვას დავსვავ ნუმეროლოგია, აი სიყვარულის თვალსაზრისით. ზოგადად ნუმეროლოგია ყველაფერზე გვაძლევს ინფორმაციას და რა თქმა უნდა ძალიან სწორად აღნიშნე, რომ არც ეს არის გამონაკლისი, რადგან იქიდან გამომდინარე დაბადების თარიღი ადამიანს ძალიან ბევრს გვეუბნება, ისევე გვეუბნება როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, მაშინ როცა შეყვარებული ან როგორი იქნება როცა მას ეყოლება მეორე ნახევარი, რომელ თვისებებს ამჟღავნებს, ან რამდენად შეიძლება იყოს საიმედო, საანდორო, ან პირობითად როგორ ამჟღავნებს თავის თვისებებს, არის ლიდერი, არის პასიური, თუ მოკლედ როგორი თვისებები გააჩნია. შეგვიძლია დავიწყოთ. მოდი ჩვენ დავიწყოთ ახლა. არც ერთ მაყურებელს არ დავწყვიტოთ გული და ყველას დაუკმაყოფილოთ ცნობის მოყვარეობა. აბა ვნახოთ ვინ მოსაყვარულია და ვინ არც თუ ისე. დავიწყოთ პირველი 10, 19 და 28 რიცხვში დაბადებული ადამიანები. აი ეს ადამიანები არიან როგორც აღნიშნე ლიდერები. წამყვანი. ძირითად შემთხვევაში მათ მიყავთ ურთიერთობა და საკუთარ თავზე იღებენ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას. არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი. ძირითად შემთხვევაში სწორედ ის არის არა თუ ურთიერთობის ინიციატორი, არამედ ის ადამიანი, ვინც ურთიერთობას იჭერს და მართავს. აი შენ შეგიძლია რომ ისე მიმართულება, რომელი მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ეს წაიყვანს ურთიერთობას. არიან საკმაოდ საინტერესო პარტნიორები, მათ რაც ჭირდებათ არის ის, რომ მხარდაჭერა ჭირდებათ. თუ პარტნიორი მათ გვერდით იქნება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და შეძლებს რომ ის გვერდით იყოს, იდეალურად შეძლებენ რომ შექმნან, იდეალური ოჯახი შექმნა შეძლებენ. რადგან მარტივად შეუძლია რომ პირობითად თუ რამე გჭირდება გინდა, მარტივად შეუძლია რომ შეგისრულოს და მოგცეს. მაგრამ თავარია რომ სწორად მიეწოდა ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში თვითონ უნდა ჩათვალოს რომ მას ჭირდება, მისთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. თუ ამას დაიჯერებს, ჩათვალე რომ ყველაფერს გაგიკეთებს და ყველაფერს მოგცემს. კი ბატონო, ეს არის პირველი 10, 19 და 28 რიცხვში დაბადებული ადამიანები. და სხვა შორის კიდევ ერთს დავამატებ, რაღაც მომენტში დამოუკიდებლადაც იდეალურად შეუძლიათ აი ნებისმიერი სირთულის საქმის გამკლავება, აქაც არ აქვს მნიშვნელობა, ქალბატონი იქნება თუ მამაკაც, შეიძლება რომ ქალმა მამაკაც ვალდებულება აიღოს და პირიქით. ანუ ყველაფერს იდეალურად ახერხებენ. უფრო მოსიყვარულეებად და მზრუნველებად ითვლებიან თუ აქვთ ეს რაღაცა სასიყვარულო თავგადასავლების მიმართ სიმსუბუქეები? მაქსიმალური გვაინტერესებს. სხვა შორის არა, თუ წყვეტენ და შედიან, ან თუ გადაწყვიტეს რომ ურთიერთობაში უნდა შევიდნენ და მათი გადაწყვეტილება მიიღეს, შეიძლება არ დაიწყონ ურთიერთობა, მაგრამ თუ იწყებენ ძირითად შემთხვევაში საკუთარ აზრს პატივსცემენ, იმიტომ რომ ტიპაჟურად არ ეკადრებათ. აი შეიძლება ასე ვთქვა, რომ რაღაც თავის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ შეცვალ. შესაბამისად ძალიან კარგი პარტნიორები არიან, მაშინ როცა ურთიერთობაში არიან. თუ პირობითად აღარ უნდა შეიძლება რომ პირდაპირ გითხრას და დაასრულოს ურთიერთობა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში სხვანაირ მიდგომა ძირითად შემთხვევაში არ აქვს ხოლმე, იმიტომ რომ აი ამ საკუთარ სიტყვას, აზრს ძალიან დიდ პატივს სცემენ. როგორც ლიდერი ადამიანები. კი ბატონო, გადავინაცვლოთ შემდეგზე. მინდა რომ მოვასწროთ ყველა და არ გამოგჩეს არავის. 2-ში, 11-ში, 20-ში და 29-ში დაბადებული ადამიანები. მე მესმის რომ ცოტა შეიძლება რთული ალგორითმი ქონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ დაახლოებით მაინც რომ ვთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რის მიხედვით შეირჩა აი ეს რიცხვები და ციფრები კომბინაცია. ეს ამ შემთხვევაში აქ წარმოდგენილი ყველა რიცხვის ჯამი არის ორიანი. გასაგებია. ისევე როგორც წინა რიცხვების ყველას ჯამი იყო ერთიანი, ანუ შესაბამისად შეგვიძლია ვიყოთ რომ ისინი არიან ერთიანები, ესენი არიან ორიანები. აბსოლუტურად ყველა. გასაგებია. რაც შეეხება ახლა ამ რიცხვებს. არიან იდეალური მეგობრები და ძირითად შემთხვევაში არიან ძალიან კარგი პარტნიორები, ძალიან მზრუნველები და ძალიან კარგად შეუძლიათ რომ
აი არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი მოსმენა გჭირდება მოგისმენენ, დახმარება გჭირდება დაგეხმარებიან. მოკლედ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია რომ იყო მშვიდად, შეგიძლია ენდოთ, თუმცა არ არიან აქტიურები. ანუ არიან შედარებით პასიურები. აი ამ შემთხვევაში თუ პირველი იყო ლიდერი, ეს შედარებით პასიური აი პირველი და მეორეს ურთიერთობა ერთად გამოსვლადია და გამოსვლადია და რატო? პირველს ჭირდება თანადგომა, ორი ან სამ თანადგომის მისცემა შეუძლია. შესაბამისად, ან ორიანს შეუძლია მისცეს ის მხარდაჭერა, ის თანადგომა, სწორედ რომელიც ჭირდება პირველს. რიცხვში დაბადებულს ამ შემთხვევაში ერთიანი ვისაც გამოსის და ძალიან კარგად შეუძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება, ნებისმიერი ვალდებულების შესრულება. აი ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვს მნიშვნელობა სირთულეს, არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემა. ყველაფერს მოაგვარებს, ყველაფერს გადაჭრის. აი ნებისმიერი მოკლედ თუ მეოჯახე ხალხი ყოფილა. მეოჯახე ხალხიც არის და აქვე შეიძლება ითქვას, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ რომ კომპრომისზე წავიდნენ და ამ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი გადადგან. პირობითად თუ არის ურთიერთობაში კონფლიქტი, შეუძლიათ მარტივად რომ პირველი ნაბიჯი გადადგან. გადავიდეთ 3-ზე. კი ბატონო. ესე იგი 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებული ადამიანები. დიახ. არიან ძალიან ემოციურები. აი მათ ჭირდება რომ სწორი ემოცია მიაწოდონ. მათზე უნდა იზრუნონ, ოღონდ როგორ უნდა იზრუნონ. აი ეს ემოციური ბალანსი უნდა ქონდეს. თუ არ შეუძლიათ რომ იყვნენ თავისუფლები, თუ არ შეუძლიათ რომ ის ემოცია გამოხატონ, რომელიც აქვთ დააწუხებთ, ძირითადად შემთხვევაში შეიძლება რომ ძალიან ვერ განვითარდეს სწორად მათი ურთიერთობა. ჭირდებათ მუდმივად აი ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის კონტაქტი, აი ეს ემოციური მიმოცვლა და ძირითადად შემთხვევაში რაც უფრო თუ ამ შემთხვევაში პარტნიორი რაც უფრო მეტად მოусმენს, რაც უფრო მეტად გაუგებს, მით უფრო ბედნიერი იქნება ამ შემთხვევაში ეს და შესაბამისად შემდგომ უკვე მარტივად გააბედნიერებს თავის მეორე ნახევარს. მოკლედ, აი ეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ემოციურ სიმყარეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სწორ გაგებას. მარტივად შეიძლება რომ ეწყინოს რაღაც. მარტივად შეიძლება რომ მაგალითად რაღაცაში ჩათვალოს, რომ აი მე ვისჯები, მე ვარ დამნაშავე, აი მაგალითად რაღაც პირობითად ხო ურთიერთობაში. თუ პარტნიორი სწორად მიუდგება, იქნებიან აქვე ასე სწორედ ესენი ძალიან კარგი მეორე ნახევარი. უბრალოდ მთავარია რომ ეს ემოციური ბალანსი იყოს სწორი. სწორად დაინახონ და სწორად დააფასონ ის მდგომარეობა, რომელიც გააჩნია. სამიანები ყველაზე კარგად რომელ ციკლს ესადაგებია? სამიანი აი გადავიდეთ 4-იანზე და იდეალურად წყობიან ერთმანეთს. სამიანი შეიძლება აღვქვათ, რომ ხო თქვით რომ არის ემოციური გზნობიარე, აქვე არიან საკმაოდ მზრუნველებიც, მაგრამ აი ეს ემოციური ბალანსი ჭირდებათ 4-იანი პირიქით. აი ამ შემთხვევაში 4-ში, 13-ში, 22-ში და 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან ძალიან საიმედო და მყარი ადამიანები. მათ შეგიძლია რომ დაეღრმნო, შეგიძლია რომ ენდო, თუმცა აქვს თავისი ჩარჩოები და წესები. ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისუფლება, შეიძლება გაუჭირდეს ამ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მას აქვს თავისი წესები, თავისი წარმოდგენები, რომლებსაც უნდა დაემორჩილო, თუ გინდა რომ მის გვერდით იყო. აქაც არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი, ტიპაჟურად არიან საკმაოდ ძლიერები. შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა ხისტი იყოს და შეიძლება რაღაც მომენტში ჩათვალო, რომ ვერ გიგებს ემოციურად, ან არ გამოხატავს იმდენ ემოციას, თუმცა ემოციას გამოხატავს სხვა კუთხით, სხვანაირი მზრუნველობით. არაუშუალოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვერ გამოხატოს ემოცია, არ მოვიდეს და ჩაგეხუტოს და მსგავსი დამოკიდებულება არ ქონდეს, მაგრამ გაგიკეთოს ყველაფერი ის, რაც გჭირდება. რასაც თვლის, რომ შენთვის საჭირო და შენთვის კარგი მომტანი იქნება. მოკლედ, ესენი არიან ადამიანები, რომელსაც მარტივად შეგიძლია რომ დაეყნო და ენდო. ეს ტიპი საიმედო ადამიანები. და სამიანები და 4-იანები, როგორც თქვით. კი, იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან ემოციურები და მგრძნობიარე და ესენი არიან პირიქით. ანუ მოდი შეგვიძლია ესე დავყოთ, რომ იქ უფრო მეტად არის გამოვლინებული ქალური თვისებები და აქ უფრო მამაკაცური. შესაბამისად, მათი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებულია. ყველი და პურივით ყოფილა. შეგვიძლია ასე რომ ვთქვა. რაც შეეხება ახლა 5-ში, 14-ში და 23 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს. მათ უყვართ თავისუფლება და ეს თავისუფლება ჭირდებათ აუცილებლად. მათ ჭირდებათ გვერდით ადამიანი, რომელიც მიიღებს მათ როგორ მდგომარეობას, იცი რომ სულ მუდმივად არიან რაღაცის ძიებაში, მუდმივად უნდათ რომ რაღაც ახალი ისწავლო, მუდმივად უნდათ რომ რაღაც აი ნებისმიერი სიახლე საინტერესო იქ რაღაც ხდება, უნდა მოკლედ აი ესეთი აქტიური ცხოვრება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის პასიური მათ გვერდით, ცოტა შეიძლება რომ გაუჭირდეს, ცოტა შეიძლება რომ ვერ მოერგოს, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში რა ვიღოთ 5-იანი და 1-იანი, შეიძლება რომ კარგად მოერგონ ერთმანეთს, იმიტომ რომ 5-იანი საკმაოდ ესეთი აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრება ყავს, 1-იანი საკმაოდ აქტიურია.
თუ ხუთიანი დაეხმარება და ძირითადად ხუთიანს უყვარს ყველაფრის სწავლება და უყვარს რომ აი ესე და თუ სწორად მისცემს მიმართულებას ერთიანს იდეალურად გამოუვათ ურთიერთობა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ამ შემთხვევაში არ გიყვარს თავისუფლება და გირჩევნია რომ სახლში მშვიდად წყნარად იჭდე, ძირითად შემთხვევაში ეს ადამიანები უფრო მეტად აქტიურები არიან. გასაგებია. ახლა რაც შეეხება 6, 15 და 24 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს. აი ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ქარიზმატულები. და ხშირად ყავთ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი. ჩემზე საუბრობენ მარიამ. აბა, კი, ნამდვილად ასეა. აი, მათ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ არ არის კარგი ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა. ოღონდ რატომ არ არის კარგი? მიყვები თურმე ინსტრუქციას ზედმიწევით. რატომ არ არის კარგი? რეალურად, ანუ იმდენად, აი მართლა თვითონ ენერგეტიკულად იმდენად ქარიზმატულები არიან, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი შესაძლებლობა ეძლევათ. ამ შემთხვევაში არჩევანის კუთხით გულისხმობ. ანუ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, რომ აირჩიოთ პარტნიორი. შესაბამისად, უმჯობესია, რომ ცოტა გვიან შექმნან ოჯახი ვიდრე ადრეულ ასაკში და რაც შეეხება პარტნიორს, თუ დგამენ, აი გადადგეს დამბიჯი და ამ შემთხვევაში უკვე შევიდნენ ურთიერთობაში, არიან ძალიან, აი, როგორ თქვა, პირიქით შეიძლება იყოს ზედმეტად ემოციური, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან მზრუნველი, ძალიან კარგი პარტნიორია, უბრალოდ აი ეს შესაძლებლობები უნდა მიიღოს ჯერ, რომელიც ეძლევა, ანუ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდგომ უკვე თუ გადაწყვიტა, უკვე შეუძლია რომ გადადგას ეს დამბიჯი. ძალიან დიპლომატიურად საუბრობდი დასაწყისში და მე მგონი რაღაც ცოტა მოღალატეებისკენ მიანიშნებდი ამ რიცხვებზე. იცი როგორ არის? არ არიან მოღალატეები, ან ვერ ვიტყვი რომ მოღალატეები არიან. უბრალოდ, აი, ნახე როგორ არის სამყარო ბევრ შესაძლებლობას უგზავნის. ანუ თვითონ ტიპაჟი ბევრ სტუნებას უგზავნის და შესაბამისად ანუ რაღაცა შეიძლება რომ შეცდეს ადამიანი. ხო ხარ? აიქციანები ფრაგია ეს ამდენი სტუნება როა მაგრამ საკუთარ თავს მე თვითონ მოუღე ბოლო. შეიძლება თავად ითქვა. არავინ არ არის ახლა ამისგან დაზღვეული, მაგრამ თუ ძირითად შემთხვევაში მართლა თუ გადადგეს ნაბიჯი, მართლა კარგი პარტნიორები არიან, უბრალოდ ჯობს რომ ცოტა გვიან გადადგან ეს ნაბიჯი. მაინც პოზიტიური და დადებითია 6-იანიც და 1-იანზეც პირადად ყოფილი ვარ. ხო, იმიტომ რომ თუ აირჩიაო ის ერთიო ბოლომდე თავში აკავებს. მაგრამ ცოტა გვიან აირჩიოს. კი ბატონო. კარგი, გადავიდეთ 7, 16 და 25 რიცხვში დაბადებული ადამიანები. აი ეს ადამიანები არიან ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები და ძირითადად შემთხვევაში აი ვიტყოდი რომ შეიძლება უჭირდეთ კიდეც ვიღაცასთან ურთიერთობაში შესვლა, სერიოზული ურთიერთობა შექმნა. უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს მაშინ როცა მარტონი არიან, ვიდრე მაშინ როცა ყავს მეორე ნახევარი. დამოუკიდებლობა, საკუთარი მიზნების თავად განხორციელება და მიღწევა უფრო ემარტივებად, ვიდრე ამ შემთხვევაში ის რომ ვიღაც იყოს მათ გვერდით. აი აქაც შეიძლება მათთვის კარგი პარტნიორი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მოერგება მათ თვისებას და მათ ხასიათს, დისკომფორტს არ შეუქმნის. იმიტომ რომ ძირითადად შემთხვევაში როგორ არის რომ ნებისმიერი სურვილი მიზანი არ აქვს მნიშვნელობა, რაც გააჩნია, აუცილებლად უნდა მიაღწიოს, აუცილებლად უნდა იზრუნოს და მოდი ვიტყვი ცოტა შეიძლება ეგოისტი ადამიანები იყვნენ ურთიერთობაში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რატომ? იმიტომ რომ ჯერ პრიორიტეტს მაინც საკუთარ თავს ანიჭებენ და შემდგომ უკვე ურთიერთობას. მაგრამ თუ ეყოლებათ გვერდით ადამიანი, რომელიც მარტივად მოერგება, შეიძლება რომ იდეალური ურთიერთობა შეიქმნას. თუმცა აი თვითონ ტიპაჟურად დამოუკიდებელი ადამიანები უფრო არიან, თუმცა ესეც მათი პირიქით ძალიან ძლიერი თვისება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს ადამიანები დიდ წარმატებას აღწევენ. მაგრამ აქვთ რაღაც გარკვეული თვისებები, რასთან მორგებაც ცოტა შეიძლება რომ რთული იყოს. კი ბატონო, გასაგებია. რუიანი. რაც შეეხება ესე იგი 8-ში 17-ში და 26 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს, ეს ადამიანებიც არიან საკმაოდ ძლიერები და საკმაოდ საიმედო პარტნიორები ურთიერთობაში. მარტივად შეუძლიათ მათაც რომ აიღონ პასუხისმგებლობა და მარტივად შეუძლიათ რომ იმოდი შემიძლია ვთქვა რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ რომ ოცნებები აასრულონ. ანუ ადამიანები რომლებსაც შეგიძლია რომ გინდოდა და გაგიკეთა. აი აქვთ ესეთი გამოვლინება და საუკეთესო დასაყრდენები არიან? კი, მარტივად შეგიძლია რომ დაეყნო მსგავს ადამიანს და აი კიდე აი ესეთი განსაკუთრებული მართლა რაც აქვს თუ შესაძლებლობა აქვთ ან თუ შეუძლიათ ფიზიკურად არ აქვს მნიშვნელობა როგორღაც
აი მოგინდა გაგიკეთებენ. ოღონდ მართლა ნებისმიერ შენს მოთხოვნას, სურვილს, აი რაც გინდა და რაც იციან რომ გაგიხარდება, აუცილებლად გააკეთებენ. თუმცა მათაც ჭირდებათ მხარდაჭერა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა დააფასო. ეს უნდა შეამჩნიო. ეს უნდა დაინახო. ამ შემთხვევაში უნდა აღნიშნო. ამ შემთხვევაში თუ ისინი გააკეთებენ ბევრ რაღაცას გაგიკეთებენ და შენ ნეტყვი მადლობა და კარგად იყავი და ანუ არანაირი ემოცია, რეაქცია არ გექნება, შემო მე აღარ გაგიკეთებ. მაგრამ თუ დააფასებ, აი რაც უფრო მეტ ემოციას გამოხატავ, მით უფრო მეც მოგცემენ და გაგიკეთებენ. პირველებთან როგორ არიან? პირველებთან არ არიან ცუდად სხვათა შორის, თუმცა პირად კითხვას გავდა. თუმცა ერთი მაგრამ რაც არის ტიპაჟურად ორივე ძლიერია. ანუ როგორც ამ შემთხვევაში პირველიც ძლიერია, რუიანი საკმაოდ ძლიერი არის ტიპაჟურად. ანუ ორივე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ორივე ლიდერია ტიპაჟურად. ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომელი დათმობს და რომელი გადადგამს პირველ ნაბიჯს. თუმცა აი როგორც თქვი, მარტივად შეუძლიათ ყველაფრის შესრულება, მაგრამ აი აქ უკვე იმაზე იქნება დამყარებული, ვინ დათმობს, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ 9-ზე, რომ არ გამოგვრჩეს და არ დაგვავიწყდეს. ესე კი, რაც შეეხება 9-ში, 18-ში და 27 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს. ეს ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან, აი თითქოს იციან რა გინდა. აი გრძნობენ ემოციურად, რა გჭირდება, როგორ გინდა და თითქოს ძალიან მარტივად შეუძლიათ შენი ნებისმიერი სურვილის მიხვეით, რა ისე რომ არ უთხრა. რას გრძნობ, რა გჭირდება, რა გინდა. თუმცა აქვთ სხვანაირი მომენტი. შეიძლება იყვნენ უკონტაქტოები, ოღონდ უკონტაქტოებაში გულისხმობ იმას, რომ აი ბევრი ლაპარაკი არ უყვართ ძირითად შემთხვევაში, არ უყვართ, რომ აი რაღაცაზე მაგალითად თუ გჭირდება, რომ მოგისმინონ, გელაპარაკონ და ეს დიალოგი გქონდეს, ძირითად შემთხვევაში არ უყვართ, მაგრამ აი მაგალითად შეიძლება მოგინდეს წყალი და მიხვდეს, რომ წყალი გინდა და მოგიტანოს, ისე რომ არაფერი არ უთხრა. ანუ ძალიან კარგი შეგრძნების უნარი აქვს ემოციურ დონეზე. მაგრამ შეიძლება თუ გჭირდება, რომ მართლა აი ამ შემთხვევაში სამიანისთვის ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ იმას ჭირდება ემოციის გამოხატვა, ეს უფრო ჩაკეტილი და უფრო თავშეკავებულია. მაგრამ აი ეს სულიერ დონეზე იდეალურად ხდება, რა ჭირდება მის მეორე ნახევარს. მაგრამ ნუ მოსთხოვ იმას, რომ მაინც და მაინც ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, ეს არის თუ რომელ ციფრში ან რიცხვში დაბადებული ადამიანი არის ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე მოღალატე. მოდი მოღალატეს არ ვიტყვი. ხო, რაღაც ეს მოღალატე ძალიან იზრდება. იცი როგორ არის, რომ მე მაინც ასე ვიტყვი, რომ ძირითადად შემთხვევაში ვთქვით. ერთგულები, პირველი რაც თქვი, პირველ რიცხვში დაბადებული ადამიანები საკმაოდ ერთგულები არიან, თუ ნაბიჯს დგამენ, ასევე 4 რიცხვში დაბადებული ადამიანები, რომ ისინი იმდენად ეყრდნობიან საკუთარ ჩარჩოებს და საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ ძირითად შემთხვევაში არ ცვლიან. რაც შეეხება მოსიყვარულე ნიშანს, მოსიყვარულე ნიშანი შეიძლება იყოს სამი, იმიტომ რომ ძალიან დიდ ემოციას გამოხატავენ და 6 რიცხვში და ანუ 6-იანებიც ანალოგიურად ძალიან მოსიყვარულეები არიან, როცა ურთიერთობაში შედიან. პირიქით, ანუ ძალიან შეუძლიათ მარტივად რომ ემოცია გამოხატონ და გაჩვენონ ეს ემოცია. რაც შეეხება მოღალატეს, ხო, კი, 6 ვარ. რა კარგია. რაც შეეხება მოღალატეობას, რეალურად როგორც არ უნდა იყოს მაინც ადამიანი, როცა ამ ნაბიჯს დგამს და შედის ურთიერთობაში, ძირითად შემთხვევაში თუ მართლა უყვარს და თუ მისი გადაწყვეტილება არის გულწრფელი და აქაც ვიტყვი ხანდახან ხდება ესეთი მომენტი, რომ ურთიერთობა ინგრევან ფუჭდება რის გამო, იმიტომ რომ პარტნიორებს შორის არ არის თავსებადობა. შესაბამისად, ენერგეტიკულად ვერ აბალანსებენ ერთმანეთს. რამაც შეიძლება რომ განაპირობოს ღალატი, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში უკვე დამოკიდებულია ორივე პარტნიორის ურთიერთობაზე და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე. ანუ მხოლოდ ერთი ადამიანი არ განაპირობოს ურთიერთობაში იქნება თუ არა ღალატი. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალურად მაინც ასეა. ორივეზე არის დამოკიდებული, ორივეს ბრალია ან პირიქით. და ძალიან მოკლედ გითხარი, რომელ ციფრს არ გამოსდის ყველაზე მეტად ურთიერთობა? აი ბევრია შეიძლება მაყურებელთა შორის, რომელმაც ვერა და ვერააწყო ურთიერთობა. იცი რა, ვერა და ვერააწყო არა, 7-იანებს განა ვერაწყობენ, არ უნდათ. ანუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ურჩევნიათ ურთიერთობაში ყოფნას, ოღონდ თუ მოუნდებათ იდეალურად გამოვთ, უბრალოდ ასე უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს. ანუ წარმატება, კარიერა, სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ შემთხვევაში მეორე ნახევარი და შესაბამისად იქით უფრო მეტი ენერგია მიდის და ანუ ამ შემთხვევაში ურთიერთობას დიდად აღარ ხმარდება ენერგია.